ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ საღამომშვიდობის ეთერშია შოუ ბიზნესის სიახლეებით ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. ინფორმატორის გადამღები ჯგუფი ურეკიდან დაბრუნდა, სადაც ახალქალაქ ჩაეყარა საფუძველი. იმედია მალე შევეჩვევით იმას, რომ ახლა იმედის ქალაქი გვექნება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიც იყვნენ დაკავებულნი. მათ ჯერ ურეკის ცენტრში, შემდეგ გვიანღამით ზღვის სანაპიროზე კონცერტი გამართეს. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ალბათ ყველა ქართველი მოქალაქისთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ვითარდება ესეთ დასასვენებელი ადგილები და არა მარტო დასასვენებელი ადგილები მთელ საქართველოში და ჩვენ გვიხარია, ხო? მე ვთვლი, რომ ეს არის სამაგალითო და ალბათ ყველა ქართველმა და ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ რაღაცნაირად ხვალინდელი დღე გამოსწორდეს და რაღაცა აშენდეს. დაახლოებით არის 1500-მდე მონაწილე და ამდენი ხალხის მართვა ცოტა არ იყოს რთულია რა, თან ეს არის ყველა სხვადასხვა კოლექტივი, სხვადასხვა ინდივიდუალური შემოქმედი და ცოტა რთულია რა. მოსაზრება იმისა, რომ ხელოვანებს რაიმე სრულიად სპონტანურად მოსდის და მუზები დაფრინავენ და პერიოდულად კარზეც გიკაკუნებენ, არის ძალიან მცდარი. მუზას შეგიძლია გამოიძახო, არსებობს სპეციალური ღილაკები ამისთვის. ამ ღილაკებს პასტა და ნოტის ფურცელი ქვია. რაც შეეხება ამ გიმნს, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც არ დავარღვიეთ მე და დოიმ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა ტრადიცია, ეს რომელიც ახალი წლიდან იწყება, თუ გახსოვთ რესპუბლიკის მოედანზე, შემდეგ მელოდიის საღამოს რიყეზე, დღეს უკვე აქ. იმედის ქალაქის გახსნაზე, რომლებიც ყოველთვის მთავრდებიან ჰიმნით. უბრალოდ წინა ორი შემთხვევისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში, რომ არ განმეორებულიყო სხვა ავტორთა ხელწერა, ასე ვთქვათ, ჩემი რიგი მოვიდა, რომ უკვე მე დამეწერა ჰიმნი. ქალაქს რო ერქმევა იმედი, არაჩვეულებრივია. რა თქმა უნდა, ხო გურანდას ვერ დაარქმევდნენ ქალაქს, იმედაკახიანს ყველაფერში იმედი აქვს, ყველაფერში ბედი აქვს და იმედი დაარქმევს მაგის ხათრით ალბათ. მე უბრალოდ მინდა ყველას მიულოცო პირველ რიგში ესეთი ლამაზი ადგილის დაფუძნება. მადლობა უთხრა ბატონ ბადრის აი ამ იდეისთვის, ამ იდეის ხორცთა შესხმისთვის. მე ნამდვილად აი ჩამოსვლისთანავე დავწმუნდი, რომ ეს შესაძლებელია იმედის ქალაქის აშენება. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბადრი პატარკაციშვილს ესეთი არაჩვეულებრივი საწყისისთვის. ეს ნამდვილად იქნება ქალაქი, სადაც ძალიან ბევრ ქართველს, სტუმარს, აქაურ მაცხოვრებელს ჩამოვიდეს, დაისვენოს და არაჩვეულებრივ პირობებში იყოს. საოცარი სისწრაფით გაკეთდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე სადღაც 2 თვის წინ ვიყავი ჩამოსული და ეს ყველაფერი იწყებოდა და რა ვიცი, ალბათ თქვენც ხედავთ ამ ყველაფერს და აფასებთ, რომ როგორი სილამაზეა და ალბათ დროთა განმავლობაში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოკლე დროში ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი. ეს კონცერტი ისეთივე საპასუხისმგებლოა, როგორც სხვა დანარჩენი, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველი კონცერტი საპასუხისმგებლოა და კომპანია ყაზბეგი უკვე მეორე დაწყობს პრიზების გათამაშებას ერთგული მომხმარებლისათვის. მათთვის, ვინც სისტემატურად მიირთმევს ყაზბეგის ცივ ჩაის და დაპირების ამებს, სხვა მრავალ პრიზთან ერთად გათამაშებაში იყო ავტომანქანა და 3 საგზური ჰოლანდიაში. რაც შეეხება სამ საგზურს, სამივე საგზური უკვე გათამაშებული არის და უახლოეს დღეებში ალბათ გაგაცნობთ იმ პიროვნებების ვინაობასაც, რომელთაც ეს საგზურები
მოიგეს. პრიზი ავტომანქანა კი უკვე გადაეცა გამარჯვებულ შალვა გუმბერიძეს, რომელსაც თურმე ძალიან უყვარს ცივი ჩაი და საკმაოდ დიდი რაოდენობითაც მიირთმევს მას. საერთოდ კი თქვენ სწორი აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრს ვამ ცივი ჩაის ძალიან მიყვარს და პირველი გათამაშება ყაზბეგმა შაშან ზამთარში ჩაატარა და როგორც გვპირდებიან, ის სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ვფიქრობთ, რომ ესეთ გათამაშებას ექნება უკვე უწყვეტი ხასიათი. ჩვენც ყველანაირად შევესწრებით, რომ ჩვენი მომხმარებლები, ჩვენი პროდუქციის ერთგული მყიდველები მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, დავაჯილდოოთ იმ მცირეოდენი პრიზებით, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია ამ გათამაშების ფარგლებში და კიდევ უფრო მეტი სიურპრიზები გვინდა დავპირდეთ უახლოეს პერიოდში მათ. შალვა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არის ჩოგბურთელი და დიდი სურვილი აქვს გახდეს ჩემპიონი. თუ მიაღწევს მიზანს, ალბათ აუცილებლად გახდება ყაზბეგის ერთ-ერთი სარეკლამო სახე და გაამართლებს იმასაც, რომ ჩემპიონები სვამენ ცივ ჩაის. ჯგუფმა რონდომ უკვე მოასწრო დასვენება და ისე კარგად დაისვენა, რომ ენერგიულად შეუდგა მუშაობას და ისეთ სერიოზულ სიმღერაზე მუშაობენ, როგორც არის მორის რაველის ბოლერო და გია ყანჩელის მინიატურა. სხვათა შორის ეს იქნება ამ მინიატურის პირველი ვოკალური ვერსია და კიდევ ერთი ინფორმაცია, სულ მალე გამოვა ამ ჯგუფის ახალი ალბომი, უფრო სწორედ გამოსული ალბომი პლუს ერთი ახალი ჰიტით. როგორ არ ჟდება? არანჟირება ეკუთვნის კოტე ნონიკოვს, ხმის რეჟისორი გახლავთ ბატა გოძიაშვილი, სახეზეა, ორივე ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები. და მუშაობთ ძალიან, მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ, იმიტომ რომ ფაქტიურად ამის ვოკალური ვერსია არ არსებობს და ეს ახლა ჩვენ გავხადეთ როგორც სიმღერა. ხო, ტექსტი არ ვიცი ახლა როგორ გითხრათ, მაგრამ რაღაც ძირითადი მაინც ჩემია ალბათ და რაღაც ერთობლივი ნამუშევარია ტექსტი. ამ წუთში თითქმის ნახევარზე მეტი უკვე ჩაიწერა და თითქმის ფინალს წერთ. ამ პერიოდში ძალიან ისე აქტიურად მუშაობთ. ნუ ბუნებრივია. ჩვენ სხვათა შორის მინდა აღნიშნო, რომ უკვე მოვასწარეთ დასვენება და ხარა ძალიან ისე აქტიურად მუშაობთ. ორი სიმღერა ჩავწერეთ, ორი ძალიან საინტერესო კომპოზიციები. მეორეს თქვა, რა ჩავწერეთ. ხო, მეორე უფრო სერიოზული კომპოზიცია არის. მინდა გითხრათ, ეს არის მორის რაველის ბოლერო. ბოლერო, რომლის ვოკალურ ვერსიაც მე არ მომისმენია ყოველ შემთხვევაში და არ არსებობს იმისი ასევე. იდეის ავტორიც, სხვათა შორის და არანჟირების ავტორიც არის ოთარი ოპუნია და მისი ვოკალური ვერსია გვინდა შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას და ტექსტზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ხა თქვენ წარმოგიდგენიათ ბოლეროს რა ტექსტი უნდა მისადაგებოდა, ხო? ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და აი ამ რთულ მისიას ნამდვილად შესანიშნავად გაართვა თავი ოთარის მეუღლემ, სხვათა შორის რუსიკო ოპუნიამ. ახალ ალბომს
ალბომზე, იცით რა, ძალიან მიხარია, რომ აი სასწაულად ძალიან სწრაფად გაიყიდა ჩვენი ალბომი და რაღაც მოთხოვნით თვითონ სტუდიამ გადაწყვიტა, რომ იგივე ალბომი ოღონდ განსხვავებით ის იქნება, რომ ახალი ერთი სიმღერა შედის, აი ამიტომაც ეწერება მას ახალი ჰიტი. ყდაზევე რომ საზოგადოება მიხვდეს, რომ ეს ახალი გამოცემა არის 2000 ტირაჟით უშვებს თვითონ სტუდია თბილისი. მიუხედავად იმისა, რომ ლელა წურწუმია აქ არ არის, ჩვენთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ ის მუშაობას ასრულებს მეხუთე ალბომზე. თუ რა ეტაპზეა მუშაობა, ამას მისი ჩამოსვლის შემდეგ გავიგებთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ამ ალბომში შესულია დუეტები აჩიკო მეფარიძესთან და გურამ ლომიძესთან. ალბომის დიზაინზე ლელამ თავად იზრუნვა, სულ მალე კი ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე ვიდეო კლიპსაც გადაიღებენ. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.